დავიწყეთ? აბა სამი ცალი ლარად. საღამო ძვირფასო გამომწერებო, ვასრი დისკუსიები პარასკევს საღამოს ტრადიციულად დაგიბრუნდით ჩვენი ახალი სტუდიიდან, უკვე მეორე ეპიზოდს ვწერთ ამ სტუდიიდან, მოგწონს ჩვენ აქაურობა, თავს კომფორტულად გრძნობს და მოგესალმები ბატონო გიორგი. ბატონო მიხეილ, შენის კამი კიდევ ჭრაჭუნავს მიშა. ჩემის კამი კიდევ ჭრაჭუნავს, მაგრამ უკვე შევეჩვია ამ ხმას და ძალიან საინტერესო რაღაცა მიდევს თვალწინ. ეხლა რატო არის საინტერესო? მაღაზიის გახსნაზე დაგერის პრეზენტაცია ოფიციალურად გაკეთდა და დაგერის დამფუძნებელი უშუალოდ იყო, ვინც უყურა, ან ვინც იყო და ვინც უყურა ჩვენ ეპიზოდსაც, ნახავდა რომ ბატონი თეიმურაზე არ იშურებდა არც ავტოგრაფს და მოკლედ ასე შემდეგ. მაგრამ აი ახლა რასაც ვხედავთ, ეს სტანები იქ არ ყოფილა. წეს თუ ნაყოფილიყო მიშა. ნაყოფილიყო? კი, მაგითო ჩამოიტანა თეიმურაზმა. ყველაფერი მადლობელი, მეც გახარებული ვიყავი. კი არ დამავიწყდა, რავი, დროის უქონლობის გამო ის აგიჟეთი წინა დღეს მოხდა რომ იცი რომ არ მახსოვს. არ გახსოვს. რო ეს უნდა ყოფ. მე მგონია რომ ეს რაღაცა პერიოდის ყოფილიყო. всё, გასაგები. მე ვიდეოში მინდა მე თქვა ეგ რომ თეიმურასთან ბოდიში რომ ესე რაღაცა გადაკვირთულობის გამო ნუ იმ დღესაც უთხარი თეიმურას რომ ბოდიში მეთქი თეიმურას ვერ მოახერხე მეთქი, იმიტომ რომ წინა დღეს აქ აი ამ პატარა სივრცეში 15 კაცი მუშაობდა. მალიარებიც აქ იყვნენ, ელექტრიკებიც აქ იყვნენ. მაშინ მე ორჯერ ბოდიში, იმიტომ რომ მე დაჟე ის მეგონა რომ ეგრე უნდა ყოფილიყო. ნუ და თეიმურაზმა მოიტანა ეს დანები, ძალიან დიდი მადლობით სიხარულით გადავდე და ისე გამოვიდა რომ გახსნის დღეს, შუაში გამახსენდა რომ ადა ეს ყველა დანა მომეტანა. აი ეგეც უნდა მოვიბოდიშო მიშა. თეიმურაზმა აი ესეთი შესანიშნავი ბიდების ამშვენისები ანათებს ესენი თან მაგალითად ლუმის ცენტრული კი ბატონო და თავისი სტიკერები მოგვიტანა და მომერცად მაჩუქეთო რომელი სტიკერი? ბიდი. ნახე რა ეგ იმდე კი მოხ ვიჩო არ მინდა. კარგი არა. აჰა მიხეილ შეგდაგეს. არა რო შევიძენ. ხო, კაი. მაშინ ოფიციალურად დავიღებ. კი ბატონო. მოკლედ თეიმურაზი თუ გისმენს, თეიმურაზ ღირსეულად დავაბინავებთ ახლა ამ ყველაფერს ღირსეულად გადავცემთ რა სტიკერები. თუ არა. კი. და ნაკლადკები. მეთქი დამავიწყდა თქო ნაკლადკები შინდა გამოტანა და აი ესეთი ბელკას მისის ისენი. ტანი შეცვლა ვისაც მოუნდება. ესე შემიძლია ერთი ბელკა ვიყიდო. კი ბატონო და სხვა ნაკლადკებით ცვალო ფერები, ეგრე ხო? ფერები შეცვალო კი ბატონო, ჩვეულებრივად ყავისფერი გვაქვს, ტრადიციული, წითელიც გვაქვს და შავიც არის. всё? კაი. მოკლედ გახსნაზე ძალიან ბევრი სიახლე გქონდა, მთავარი სიახლე დაგერი იყო, რომელიც თქვათ ახალი მოდელები, წარდგენილი, სხვა ნანახი არ ქონდა და სამწუხაროდ ისე გამოვიდა, რომ არ ქონდა, მაგრამ მეორეს მხრივ იქ რო ქონოდა, არც ერთი არ დაგწევოდა მიხეილ და გამომწერებს ვერ ვანახავ. ეგეც მართალია და ერთი პროსტა სანამ დავიწყებთ, იქ ერთი მოდელი რო არის ისეთი, მაგის ჩვენება შეგვიძლია უკვე? მაგას არ ვაჩვენთ, მაინც დაზუსტებული არ ამბობს და დაზუსტებული არა მე გამოწერილი რომ აქ იმის არხი იქ არ არის. всё, მაშინ არ ვაჩვენებთ. დავტოვებთ ინტრიგას. ხო, ანუ ერთი მოდელია, რომელიც ჯერჯერობით სოფლიო პრემიერამდე ასე ვთქვათ, საიდუმლოა რა და. მოკლედ, იცოდეთ რომ დაგერებს ვინც შეიძენთ, ესე გავაკეთოთ მიშა, რომ ყველა ვინც შეიძენს და სანამ არ გათავდება, ხო? მან ხო სხვა პრინციპი არ დავა კონკრეტოდ. დაგერი და არა მისი. დაგერი. და არა მისი, ანუ მისი არის აი ბელკა არის მისი. ანუ დაგერს ვინც შეიძენს, იმაზე არის. всё, კაი, ხო დაგერის ლოგოა. კი ბატონო. კაი, მოკლედ დაგერს ვინც შეიძენს ყველას გადაეცემა უწილებლად ყველანაირად არანაირი ის არ იქნება გარჩევა, უბრალოდ სანამ გაგვითავდება. სავაჭრო ცენტრ მეგალაინში ამ ეტაპზე ვაკონკრეტებ. ხო, ფიზიკურად ქსელს არ ეყოფა ეს. всё, ხო, სიტიმოლებში არ გვექნება. ეს რაც შეეხება ამ ბიდებს. სტიკერებიც გავიარეთ. გადავედით ავტომატებზე? პირველი ეს ამოვიღე რა, სანამ დანას ამოვიღებთ ხა. ამით ხვდებით რომ არის ავტომატური დანა. კი ბატონო. ხო და იცი რა მითხარი? ეს ნახდათ ვერ ყვევი იმეებში რა, OTF-ებში და. მაიტა. ეს ბევრი სხვადასხვანაირები არსებობს. აი ეგ სამბარები. სხვადასხვანაირ საზგულისხმობ ახლა ყველა
ფრონტალურს თავისი ზამბარა ჭირდება, იქ სისქე თვითონ მავთულის, რამდენი ის უნდა იყოს ხვია, კონსტრუქცია უნდა იყოს, განსხვავებულები არის თუ აი კონსტრუქცია ეგეთია ყველასი და პროსტა ზომებში. კონსტრუქცია სტანდარტული ეს არის რა, მაიკროტექსაც მიახლოებით მსგავსი აქვს რა და აქ არ შეიძლება არც რომ ძალიან ძლიერი იყოს, არც სუსტი იყოს. სიტყვაზე რო აიღო, მაგალითად ძალიან ძლიერი რო იყოს, შეიძლება ვერ მოასწროს ჩამკეტვა და შეიძლება პირი რო გაიხსნება ისე მაგრად მიეჯახოს. Ну, ცოტათი უკან გამოვარდეს ისევ და ჩამკეტვა ვერ მოასწროს. ძალიან რბილი თუ არის. ინტეგრალური კითხვა მაქვს. აბა? აი ეს რაც არ უნდა კარგი იყოს. მერე? აი ეს რაღაცა. მე სხვაგან წავედი. აი მე რაღაცა პედერე რაღაცას რამე დატვირთვა შეიძლება ადამიანმა მიანიჭო. ანუ მივდივარ იქ რომ ფრონტალურ დანას რამე დატვირთვა შეიძლება რომ მიანიჭო. დატვირთვა რა უნდა მიანიჭო? ან დატვირთვა გარდა ჭრისა. არა რა დატვირთვა? ან გაჩიჩქუნა, ან კი. სათამაშო. გასაგები. არა, არაფერი, მართლა გეუბნები ამ კონსტრუქციაში ძალიან სუსტი ვარ რა, ვერ ყვები და. არა, მიხე. მოდი, მასაც ვიტყვი რა, მე მაგალითად ცალკე შეიძლება ჩავატაროთ მიხე ექსპერიმენტი. მითები რო დადის რა, რო ფრონტალურებზე და ინერცია და ესე და ისე რა. მიადებდა შევადა. და დამცავი აქვს და კიდე რაღაცები იმ ისტორიას არ მოყვები. ხო, უიტეტო გამაჟ რეალაჩი. მოკლედ ასეთი ზამბარები არის უმეტესობა ფრონტალურებში. dual action-ებში რო წინ დაუგან, მიახლოებით ესეთები არის და არ მოგიდგენთ აი მას რა ძალა უნდა გქონდეს, ან რა ინერცია უნდა გქონდეს. რა მიშა. ხო? მოდი სანამ დანაზე გადავალთ, მოკლედ ესეთი რამე მე არ მინახავს, რომ ვინმე აყოლებდეს სრულ კომპლექტს, ანუ ძირითადში ბუჯდება ხოლმე აი ეს ყუნწი ზამბარის და ტყდება ხოლმე, მაგის მერი არის ძალიან იშვიათად შემთხვევებში, რომ თვითონ ამ დამჭიმის ყუნწი ტყდება. და ამ შემთხვევაში გვაქვს სრული კომპლექტი, ანუ ჩათვალე რომ თავის იმით. კი ბატონო, თავისი ვინტებიც არის. ვინტები და ключи. თავისი ვინტებით და კი ბატონო, საყრაფოს. მოკლედ მადლობა თეიმურას. ცალკე. T6. 6 მაგრადასწორი. კი, ყველაზე ხადავო. ყველაზე ხადავოი, კი. მიდი, გავუშვი ფრონტალური. აი. კაშეი. ფურცელი არ გაქრა. ეს რა D2-ია წელი და თარიღია წელი. და თარიღია წელი, არა გვაქვს ფურცელი. მიდი შენი თამაშე და მოვალ. იცი რატო გამიჩნდა? ანუ ისეთი გეომეტრია? ხო, კი, არ არის რაღაცა წვრილი და დაშვება და რაც, მაგრამ გეომეტრია ესეთია, რომ რაღაცა უნდა გაჭერას რა. ძალიან კარგი корпуსია, ალუმინიარი, მაგრამ თხელია, მომწონს. მე მიყვარს აი ეს ბენჩ რო აქვს რა, რომ არ მახსოვს იმის სახელი. აქიდან გახსნა მიყვარს რა მოკლედ რა. Ну, то есть рейс, вообще. Ну, შვენიერი გამოყვანილი პირი არის, სტანდარტული ჯიბის დანებს რო აქვს ხოლმე, ცოტათი რაღაც აჩხრეტისკენ რო არიან და ცოტა უხეში მოხმარებისკენ იმ პარამეტრებით არის და. კი ბატონო. ეგ იმას ნიშნავს, რომ ჭრაშიც იმუშავებს ნორმალურად. დავკეტო. დაკეტე და პარალელურად შეიძლება სხვა ფერების ვნახოთ ბატონო გიორგი თქვენ ისნებათ. დავუშვი. აი ეს მომწონს განსაკუთრებით. კაშეი გვაქვს სლიმი, ხო როგორც? კაშეი სლიმი. კი ბატონო. შენ გაქვს არასლიმი კოლექციაში. ხო, მე არასლიმი მაქვს. მაგ კოლექციაში არასლიმი. არა, ამ ფერზე არ ვიძახდი, კი ესეც ლამაზია, მაგრამ მე სხვაზე ვიძახდი. აბა რომ აცელობები. ეს იგივეა, ეს იგივეა. სულ 4 ცალი გვაქვს, რო იცოდეთ, ავტომატურები ვერ ჩამოგვაქვს ჩინეთიდან. აი ამაზე. სხვა გზით არის მოხვედრილი. აი ამაზე. სულ 4 ცალი გვაქვს და ამათი ფასები მიშა. აუ ეს ძალიან მომწონს. ელექტრიკი ლურჯი არ ქვია მას. აცადე. კაი. რა აქვს ფასი? რა ვიცი. 400? დაგონი 400. დავოკელი, მაშინ 300. რაღაცა გაუგებრობა შეიძლება. კაი, მოკლედ ეხა მაშინ 300. ხუმრობა იქით იყოს. გავერკვევით ფასებში. გავერკვევით ფასებში. 300 მაშინ. თლად ზარალზე ვერ წავალთ, მაგრამ არა გვექნება როგორც ყოველთვის ეკომეგობრული ფასები. გამაგარი ტერმინი. ეკომეგობრული ფასი. ბიჭო, გამიტაცა, ხო იცი? ეხა ეს რო მასაც გადავატარო. ხო. პროსტა მასაც რა, არ მინდა გალეს. რა თუნდა მასაც? უნდა ეხა რაღაც, არა, უნდა მასაცი იქნება. მერე აბა წვეტი ვნახო. წვეტი კაია, კი. ნუ საჩხლეტი მხოლოდ არ არის, ისეთი დანა არის, რომ ფრონტალური უბრალოდ ჩვეულებრივ ყოველდღიურობაში გამოდგება და ძალიან დიდი პლუსი არის. ორთოხალს ვაჭრე. ბევრი ფრონტალურისაგან განსხვავებით. ნამდვილად რა სლიმი ისეთია რა. კაი მოდელი.
ძალიან გაგვიგზელდება ჩვენ. გაგვიგზელდება ვერთობით და ხალხი გვისმენს და. კარგი. მანდრადებს ნახე. შავი მანდიდო პირველი შავი ამოიღე. კაცო შავი რო მოვიდა მე შენ გადა. მე მგონი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ნამდვილად კი ბატონო. всё ჩავალაგეთ. ეხლა და გადავედით ჩქარიტაში შემდეგ მოდელზე. ბატონო გიორგი, წარადგინე შემდეგი მოდელი. შემდეგი მოდელს აი ეს ერთი წელი რომელიღაცას გამორჩა. რომელს გამორჩა ვნახოთ. და მიდი და გადავანაწილოთ, მაგრამ კარგია. ო. მომეცი მანდრო დააგრო აქეთ დავყრე. აქედან არც ერთ. მოდი, მაშინ წარვადგინოთ, აი თეიმურას რო ეგრევე რო შემოაცალეს გამოფენაზე და ეგრევე რო გაუთავდა და ჩვენც რო ძალიან ველოდებოდით, მეშა კი ბატონო. არის. კი ბატონო. ეს სხვათა შორის თვითონ ამ კომპანიისთვისაც ესეთია რა, ძალიან სიახლეა ამ ტიპის დანა. და აი ესეთი მოტროკია რა. მაიცა მაგის ფასი მე მგონი გარკვევით ეწერა, გაურკვევლად არ ეწერა და მე მგონი ძალიან კაი ფასი მახსოვს რომ იაფი არის ნამდვილად. მაინც შეგას ფიქრობ. არ ვიტყვი. მაინც? არ ვიტყვი. ვიცი ახლა რა ძღებდა ახლა. იცი? ჩახედე? 759 ლარი. მაგნაკატი. ხოდა. მაგნაკატი. ამხელადანა. თავიდან ცოტა მეცველობდი რა. ამხელადანა მაგნაკატზე. იცი რატო არ ველოდი მეც ის რო ვნახე ტიტანები რა ფასი ტიტანები რო ვნახე მივხვდი რომ იმის ქვევით იქნებოდა რა. всё, გავიგე. მაგრამ იცი რა ძალიან ასარჩევად რომ მქონდეს საქმე. მე შეიძლება ეს ამერჩია, იცი? მოკლედ. დიდი მოზრდილი დანების მოყვარულებისათვის მისწრება არ არის იგივე არც ერთი არ არის, სამი განსხვავებული ვერსია გვაქვს მიშა. ახლა დუალტონია? ვა, მე გომეცი შენა იქ. მაშინ ეს ხუთი ხდა არა გვერი. აუ ეს რა ლამაზია, ბიჭო. ყვაპატიეთ ვერთობით. აუ ეს ძალიან ლამაზია და კი. აუ ამის შენ მართლა ვნახავდი შენ გადალესილს ამას. აუ მოხდებოდა მაგარი რაღაც უკვე სამი ფონივით იქნებოდა ისეთი რომ შავი, სატინი და ქვედა სარკე. კი, მაგარი ლამაზი იქნებოდა. აი, მიშა, გავაგზავნეთ, მიდით. ალიგატორი მეგობრებო, დიდი დანის მოყვარულებს ძალიან მაგარი ეფექტური, კაი მექანიკით, სუპერ ფოლადით და სუპერ მასალებით და კაი სამუშაო დანა, რაც თავარია. რაც თავარია, აქსისი ისე არის გაკეთებული, რომ იოლად იშლება, არა აქვს რთული აქსისი. აი, მაგალითად, ბენჩს აქვს რთული აქსისი და ძალიან საინტერესო მომენტი არის ამ ალიგატორზე. სხვა შემთხვევაში უკვე ვეღარ შეძლებთ ამას. აი აქ ბექსპეისერი ტიტანის რაც არის და ძალიან ლამაზად აქვს first run წარწერა. საკოლექციო ნამდვილად ნებისმიერი მოდელის first run-ი რაღაცა პერიოდის მერე ორმაგდება ჩათვალე ფასი, როცა first run-ია რა. ასე რომ ერთმა კაცმა მთხოვა ალიგატორის ყიდვა უნდა და ფასი არ ვიცოდი და მე უნდა დამერეკა და ხო ეგრე მთხოვა მეც იმან უი მიწერია მიწერია და რომ ორჩებით თვითონ კი აღარ მოუკითხე წესიერი კაცი რომ დაგირეკავ მეთქი და არც ერთხელ აღარ უნდა ისდაურეკო. კაი. ჩავაბრუნეთ. აი, მოდი მესამე ვერსიას აღარ გავხსნი, ის იქნება ალბათ დაფერვის გარეშე იქნება ის ალბათ. და სამივე დაგერხოლით არის, ასევე სამწდაგებზეც იყო. ეგ არის, არა, სწორია ყველაფერი, ყველაფერი სწორი. კი ბატონო. არის. სხვათა შორის, ჩემი თანამშრომლების გასაგონად ვიტყვი, ძალიან ყურადღებით იყავით ხოლმე რა, ყუთზე მარტო სახელს მოუყურებთ. აქვე თვითონ რო აწერია და მე აღარ შეგეშლებათ, არც თაროზე დადება და არც ესე. მესამე ალიგატორსაც გადავდეთ. გადადე აბა. ის გადმოდე რა, ეგ არ მაგის უფლება არ გაქვს. ესე კაი გადავდე. არც ესა? არა, ეგ იგივეა. ავარდა ერთის მაგის მოხილვა მინდა. კაი, მე გავაკეთე. აი მომერა ეგ. მაშინ რა დაგვრჩა? ორი მოდელი დაგვრჩა. ბიჭა კი არა, ატამანი. ატამანი. მოდი შენ გახსენე, მეც გავხსნე. ორივე გვაქვს. კი. მაშინ მე მართლა მომეწონა ეს დანა რა. პრეზენტაციაზე რომ ნახე გიო. მაგარი დანა არის. არა, უცბად სხვაგან წავედი და მე ნელ-ნელა მე მგონი მივხვდი ამის გამოყენებას. იცი რა გამახსენდა? თემურას მაგანახა შენ ახაზი რაღაც შემდეგ დანაზე.
მეწყინა. მოკლედ ძალიან მაგარ სიახლეებს გვყიდება და გველოდება და მოკლედ მადლობა თეიმურას კიდევ ერთხელ რომ ესე მაგარი რაღაცებით გვახარებს. ატამანი. თვითონ თეიმურაზე სიმართლე გითხრა იზახთა რომ ხელში შეიძლება რამდენჯერმე თქვა რომ ხელში შეიძლება ისე კომფორტული არ იყოს მაგრამ მე ეგრე არ ვიტყოდი მე ხელ იმიტომ რომ ისთვის რა არის ანუ მაგ დაჭერასაც ცოტნა უნდა მოდი ესე კი ბატონო ეხლა უყურე ანუ ამ ზომის დანებს მე არ ვთხოვ იმას რომ ხელში აესე დავიჭირო და ესე მაგალითად ეხლა მაგალითად მოვიყვან ჯეკულფებს აქვს ჯეკულს რაღაცა პატარა მოდელები რომელიც სხვანაირად უნდა დაიჭირო და სხვა დანიშნულების არის დანები და ამ შემთხვევაშიც მე მგონია რომ აი ესე აი სამეთით ძალიან კომფორტულად ჟდება და უკან უკვე დააჭერით ძალიან კომფორტული არის ეს ნეკათით რაღაც კონტროლირებადი მოკლედ მოდი ვიტყოდი რომ მაგრამ თეიმურაზმა ატამანი დაარქვა ქართულ მოტივებზეც ესეც რა იყო არა მე სიმართლე გითხრა ახლა ვაფშე სხვა რაღაცას ვიხსენებდი შემადგენლობას ვიხსენებდი ვეგიათი იქნება ვეგიათი შუაში გვერდზე და ხო ხო არა просто დამასკილისგან არის რა და გამახსენდა მოკლედ ეგეც ქართულ მოტივებზე არის რომ ხა მოდი მაშინ ვთქვათ რა რახან წამოიწყე მიდი ისეთ რამეს ვიგრძელდება ირაკლი რო გვეყოლება მე ვისაუბროთ ეს კაგრას თანამ ირაკლი იქნება მაგაზე მინდა ზუსტად რო თქვა იმიტომ ირაკლი მაგას თავისი მით გაშლის კარგი უბრალოდ მე ვიტყვი ესეთ რაღაცას რომ რაღაც ვარიანტში მიხარია რომ ნელ-ნელა მოდის ის მომენტი როდესაც კამათები იწყება არის და ესე ვიტყოდი რა ცოტა დავასწრებ მოვლენებს და ვიტყვი რომ იმ ხალხს ვისაც მართლა გიყვართ სამშობლო ვისაც გიყვართ დანა განსაკუთრებით ტრადიციული დანები ვიყავით მზად იმისთვის რომ შეიძლება კბილებით მოგვიწიოს რაღაცების დაცვა რა ირაკლი გვეყოლება ბაქრატის სტუდიაში და კი ბატონო დანარჩენზე იქნება მე საუბარი კი მე ვთვლი რომ ცეცხლი ირაკლიმ გახსნას კი ბატონო კი ბატონო და მე ჩავერთდებით საქმეში კი ბატონო ცეცხლის გახსნა ირაკლის ეკუთვნის კაი მიშა მე სიმართლე გითხრა გამოფენაზე ისე კარგად გამოფენაზე კი არა გახსნა რომ ქონდა მაშინ საგიჟეთი იყო და ისე კარგად ვერ შევათვალე რა ძალიან მომწონს რაღაცათან ჩემი გულს ხედავ რა რომ ჩვენი არის რა და აი просто თლიანობაშიც ძალიან მომწონს რა ან ქარქაშ გულისხმობ კლიპსით და პლუს რავი რა თუ გინდა ისედაც ჩამოიკიდებ თავისუფლად რა მე გული მწყდება რომ ორი ცალი გვაქვს მალე გვექნება თეიმურასთან შეკვეთა გასაშვები მიხეილ. ძალიან საინტერესო დანა. ესენიც ბევრი გჭირდება და მაგარი არის. მცირე ზომის, კარგი ფუნქციური, გამართული, ჩვენებურ მოტივებს. ნამდვილად და საკმაოდ ისეთი დამასკია რა. მეც ფასი მაინტერესებს. ნახე ხო ფასი აბანა. ფასის თუ მისაღები აქვს. ატამან, სად არის ატამანი? ატამანი დავინახე. არა. რა ღერს? 179. ხო, ნუ 179 ლარი კაიდექსი დამასკი მიკარტა და თან დაგერის ხაზი არ არის დისკავერ ხაზი, ეს არის ჩვეულებრივი კლასიკური დაგერი. ძალიან კაი ფასი. ძალიან მაგარია. ძალიან კაი ფასი. არის, შევფუთე. ესეც დაამოყამეთ ხალხმა, ვისაც მაგალითად უფრო დაბალ ფასად გინდათ, იცოდეთ რომ დისკავერ ხაზი არის. დაგერის, რომელიც ფასიც არის 100 ლარის ფარგლებში რა და თვითონ კლასიკური დაგერი მაგ ფარგლებში არ ვერ გამოდის რა. არის, ჩაობრუნე. და ბოლოს არ ვიცი გამიზნულად თუ შემთხვევით არა შემთხვევით აფსარაკეთებ. ვიცი რომ გამიზნულად გაქვს. გამიზნულად არის? მე მომეცი ყავისფერი. რომელი არის ყავისფერი მაცადე? მიკარტა? ან როი all black და ეგ არის ყავისფერი. ეს უკვე მაგნეტით იხსნება რა. ისიც მაგნეტი? ეს არის მაგნეტი. ხო, ეს იყო მაგნეტით რა. მიდი, გააცრე. ესეთი კიდე კაი დამავიწყდა გახსნაზე გამოტანა თორე ესე დავათვალიერებდით მიხეილ. ეს დანა ძალიან მიხარია რომ მაქვს მეც პირად კოლექციაში, ასევე ხაზ გასასმელია ის ფაქტი რომ დაგერის აი ძალიან კაი ინიციატივა აქვს რომ სოფლიო დანების თავისებურ ხედვას გვთავაზობს რა. ნავახა აქვს. ძალიან კარგი ხედავს მიხეილთან. ჩინკვედეა აქვს და ეს მართლა გამორჩეული რამეა. აუ მაგრად მომწონს. კორსიკული ვენდეტის დანები ძირითადად შემთხვევაში არის slip joint. კლასიკური. ბეკლოგზე გააკეთა. კაი, ხოშიანი ბეკლოგი აქვს თან.
პირი გაუკეთა სწორხაზოვანი flat grind-ი და რა ვიცი რა, ძალიან ლამაზია. ულამაზესია და მართლაც გული მტკდება რომ ესეც ცოტა ყვა. ძალიან ლამაზი და ძალიან ლამაზია მართლა. ფასიც ისეთი აქვს, იო. ფასი არ მახსოვს. მე შენ თქვი, მე კი მახსოვს, მაგრამ საოცარი ფასი აქვს რა. კორსო 209 ლარი. აი საოცარი ფასია, ბოდიშ გიხდით რომ ვერ ხვდება ხალხო გვეკ. ნუ ჩამოვიტანთ აუცილებლად რა, აუცილებლად გვექნება. ვეგიაცია ამ ხელადანა სად არის? ზასიზახდი რომ თვითონაც აღარ აქვს ხო, მაგრამ შუცება მოიწია. სამწუხაროდ ძალიან მალე იჭდება. ნუ არ მიყვირს მიხეილ, ძალიან მაგარიდან არის, მაგარი ეფექტური, ულამაზესი, პლუს ისტორია, ზურგიც და ავი ყველაფერი აქვს ისეთი რომ და მე არ მინახავს ვენდეტა, რომლის კალისვად შეიძლება და მართლა რაღაცა რომ გაერთო და გაჭრა. არ მინახავს. კი რა ადგები და გაჭრი რა. კი ბატონო. კი. ნუ შეხედე პირდაპირ აწერია რა, აგვისტოშია გამოშვებული. რა კაი შეიძლება. გაყიდვა, ეხლა არის დაწყებული და ნუ აღარ არის დანა რა. კი ბატონო. ეგეთი რაღაცები ტყუილა არ ხდება რა. იმსახურებს ეს დანა მაგას. ნუ მიხეილ. კაი. არ არ იქნება ხოლმე სწორი ორიომ დავიტოვოთ ხოლმე და ეს მე არ ვიტოვებ. მიხეილმა დაიტოვა ერთი ცალი და სამ ცალს მე არ ვიტოვებ. შემდეგზე მე როგორც ერთმა ადამიანმა შეიძინა ბატონმა გოჩამ შეიძინა. ხო? კი ბატონო. ძალიან ლამაზი ფერი შეიძინა ბატონმა გოჩამაც. იმედია მოწონს ბატონ გოჩას და გამოდის რომ ორი დაგვრჩა. ერთ ცალს არ გავყივდი გამოფენაზე თუ გახსოვს აი ჩვენ ნაცნობი არის სახელს ვერ ვიხსენებ მოსული იყო და ძალიან ეს კურსი კული და მეთქი მე მოდი მეთქი და კაიო დამირეკეო რა. იგივენაირად ისიც ჩვენი ნაცნობი არის გიცნობ შენ ბიჭ ძალიან კარგად იმანაც ეგრე მომწერა და მთხოვა რა. კურსი კული. კი. მე მგონი შენ კიდე უფრო კარგად ახალს იცნობ. მოკლედ კორსოთი მოდელს ქვია კორსო თქვი არ გიქხავს. კორსოს და ნავახებს და მე ეს მივაწვევით ნელ-ნელა რომ გქონდეს უკვე აი როგორც მოვახერხეთ და დავყარეთ მისი. კი ბატონო. ხო, მოვახერხებთ მაგასაც რა. იქნება ნავახებიც იქნება, ყველაფერი იქნება მიხე. ოლბლეკი კანონსაც შევცვლით იმისა წინა ვიდეოში განერვიულე მე შენ. განერვიულე კი არა და ვიდეოს გარეთ სხვათა შორის კაი რაღაცებზე ვისაუბრეთ და მე რაც დრო გავა, აი ხო გეუბნები რა. მართლა ვიზეც სათქმელი აქვს დავიწყებ და ყველას ვეთქვი ყველაფერს კიო რა. ან იმოქმედონ. მიდი მიშა. ან იმოქმედონ. ან მაშინ თქვან რომ ჩვენ გვერდზე ვიწევით რა. всё, კაი. დავამთავრე. დადეს. ახლოს მოიტანე რა პროსტა რა. ხო მომთავრებ ვიდეოში. არა, მე დავამთავრე თქო მაგდაზე ლაპარაკი. მაშინ ეს ვიდეო სურათი გვექნება ვიდეოზე. მოდი ჰა. აი ეს thumbnail-ად რო გავაკეთოთ. კაი. თუ შეიძლება. შემდეგი კიდევ ბევრი სიახლე გქონდა, ნუ მთავარი სიახლე ჩემი განწყობით და ჩემი ემოციით ეს გაგაცანით და დანარჩენი ყველაფერი გაყიდვაში რაც არის ეხა მიმოხილოს ვერ ვაკეთებ, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით ყურადღება მიაქციეთ Sting XL-ს და Pelican-ს, ორი უმაგრესი მოდელია, უბრალოდ ყურადღება ჭირდება. კორსო. კაი. და მოდი გადავიდეთ კიდევ ძალიან მაგარ სიახლეებზე, რაც გქონდა გამოფენაზე. ყველაფერს ვერ გაგიზიარებთ, მაგრამ ნუ ერთი ცალი აგერ მიდევს. აგურივით არის. იმენა აგური. მომისმინე. ცოტა ჩვენ გვეწერა ამ ბრენდზე ვიდეო, ხო გვეწერა და განხილვაც გქონდა. მაგრამ გამეორება ცოდნის დედა არის. გვაძლევია საბაბს და რატო? კი ბატონო და ეს ვიტყვი რომ რაღაცნაირად გული მწყდება ქართულ მედანეებზე, რომ აი ესეთი დანები არ უნდა იყოს უყურადღებოდ. 3-4 კაცია, ვინც ასე თუ ისე რაღაცა ანუ ესეთი დანები არ ვიცი, ანუ ყველაფერს ხო ვერ დავიტოვებ. მაგაც ალბათ არ ვიცი რა, მედანების მეორე უკიდურესობაში ვარ. და იმას ვიძახი ხოლმე რაღაცა კლუბი გავაკეთოთ რა. როგორც აი რომ არ დაულევიათ ამდენი ხანი და ლაპარაკობ პრობლემებს. ამდენი ხანი დანა არ მიყიდე და ვიღაცა იტყვის რომ აი ხელფასი ავიღე და დანა ვიყიდე ეგრევე დღეში და აღარაფერი აღარ დამჭა. ძალიან ისე როცა ვარ ხოლმე და ეხო გაჭედილი რო ხარ და არ იდეაში რო არ უნდა გეტანებოდეს. ხო. მაგდროს რაღაცას მაინც ყიდო. მაგდროს ყიდულობ რომ აი ეს მიშველის ეხლა. გააზრე, ეს სასწაული რამეა. ეს არის ეგეთი დანა და ყველა დანა მინდა რომ დავიტოვო. ხო და ყველას რო ვერ ვიტოვო. ყველა არ გინდა ეხა მაგი ხო ისე არ არის, მაგრამ იმდენად მაგარი ხდება. ამათი მინდა. ამათი ყველა მინდა უბრალოდ
რო შევყვე მაგას, მე მართლა ყველა უნდა დავიტოვო, იმიტომ რომ ერთი სურა მქონეს, მე უნდა შემაწოხოს და. просто რა მხილა. ახ, მეცინება. ქართულად ქვია ცხოველი, ხო? ხო. არ ვიცი მეგობრებო, შეიძლება ძალიან მაგარი ენთუზიასტებს ეს დანესის ალგორითმი რომ მუშაობს ხოლმე, ეს დანა შეიძლება ამოეგდო YouTube-ზე ან სხვა რამის სკროლისას, ნუ მიშა მე ესეთი რამე არ ნახე, აი გავი რა, გამოვშტერდი. ესეთი რამე მე არ მინახავს და აი ხო რაღაცა ისე რომ მიუდგე რაღაცა კრიტიკა შეიძლება ეს რა არის, რამ სიმძიმე რაღაცა, მაგრამ რა შუაშია? ჯიბეში ხო უნდა ჩაიდო ხა. ჯიბეში ხო უნდა ჩაიდო. ემოციები ეს ყველაფერი და აი ეს ნიუთი მე რო ემოციას მაძლევს, ბევრი ძალიან გამართული დანა არ მაძლევს ეგეთ ემოციას. არ ვიცი. თუ შეიძლება ბატონო. ესე იგი, მიდგარცის ალფა ბისტია, ხო? ალფა ბისტია, კი ბატონო, ალფა ბისტია, ultimate ალფა ბისტია. ultimate. ultimate. კი, ultimate ალფა ბისტი. ესე იგი, ნუ აი არ ვიცი რა. ტიტანის საბადო არის თლიანად ამისთვის დახარჯული. მანახ ჩაიტევა. ხო, ნუ დანაიდება. დანაიდება რა შეგინე. საჟი გავკადა სანთებელი ხო პრობლემა. აი ეს ზეთემ თლიანად ჩაიდება შეგინე. მანახე. გაადრე? მანახე, ცოდე. თლიანად იდება, რა. დამალავ შეგინე. სოჩ დამალავ რა, ორიდანით წახვალ რა. ანუ ეს ბიჭი კოლექციაში, აი რა ვიცი რა, როგორ თუ გაკაც უნდა იყოს რა. შეიძლება ჩვენც არ ვიძახით ხმა, მაგრამ ეხლა სურათი დაიდო, ნუ ძალიან მაგარი კოლექციონერი შეიძლება დაინახოს, რომ აი ultimate alpha beast ეს ის არის, მაგრამ თან იმდენად იშვიათი რაღაცა, ხო, რო ანუ ისეთი ლიმიტირებული გამოშვებაა, რომ აი გითია. ზოგი customs რო ეძახის, იმად შეიძლება იმაზე ლიმიტირებული იყოს. ძალიან მაგარი ნივთი არის, სახში დეკორაციათაც შეიძლება მიხეილ რო ესე დადო და დაატყბე, მეცადე, ესე და თუ ნამეტანი თავისუფლებას მისცემ რომ გაერთო შეიძლება ანანასები რაღაცები დაჩეხო მაგრამ საკაიფო ის მიიღო რა ემოცია რა მოკლედ მე გადავწყვიტე აქამდე კიდე არ მქონა გადაწყვეტილი ორი წელი ჩამოვიდა ეს დანა მიხეილ ერთ წელს ვიტოვებ დროებით თუ რამე ნებისმიერ დროს გავუშვებ იშვიათად მაგრამ ხანდახან შვები ხოლმე ეგეთ რაღაცებს ხო არა ეს ძალიან ესეთი თემაა და რა ხან საიძე პატიოსთან თვითო დიდი ხანი გადავწყვიტე რომ მე შევარჩევ აწი ის კოლექციაში უნდა მოხვდეს. კი ბატონო. იმიტომ რომ აი ეს დანა არ ვიცი. მიდი მაშინ მახან დაიწყე, გააგზავნე და უბრალოდ ერთ-ერთის განხილვის უფლება მე მომეცი რა, ანუ აი ეს ავტომატი მინდა რომ ავტომატი შენ განეხილე მე მეორის გადმოვდე. შენ კი ბატონო. აულუქოთ ჩემოდანი. აი ზუსტად საკოლექციო კუთხით მინდა ვისაუბრო იმ ავტომატზე რა. ავტომატზე მიხეილ თან გული მწყდება, მაგრამ თან არ მწყდება, იმიტომ რომ ეს ავტომატი რო ავიღო და დავდო კოლექციაში. მერე დაიწყება სხვა პრობლემა, გავრცელებული პრობლემა, იმიტომ რომ მერე მინდა სტანდარტული Little Viking-ი. მერე მინდა Big Viking-ი, რომელიც აღარ გამოდის და მერე გადავწყვეტე რომ არა მინდა არც ეს. მე აბსოლუტურად სხვა კუთხით მინდა რომ ამ დანას შევხედო და შევახედო ჩვენი ასე ვთქვათ გამომწერები. ანუ უმცირესი ტირაჟით არის მეგობრებო 200 ცალია სულ გამოშვებული. ანუ 200 ცალია და 2 გვაქვს თუ 3, ხო? 3. ანუ მიდგარც ყველაფერი ქონდა გაკეთებული გარდა ავტომატური დანისა. სიმართლე რომ გითხრათ მე არ წარმოვიდგინა თუ ოდეს მე საერთოდ ხელს მოკიდებდნენ ავტომატურ დანას, იმიტომ რომ მათი გაბარიტებიდან გამომდინარე ავტომატური დანის გაკეთება ვთვლი რომ არისკოა. მაგრამ იმდენად მაგრად გააკეთეს და აი ეს საწერა მომწონს ზარ რა, ანუ Viking style hybrid კრიო რა, ანუ რა კრიო დამუშავებით არის ეს თავიანთი ვიკინგური ფოლადი. სხვადასხვა იტალიელებმა გაუკეთეს ფოქსი ძალიან კარგად უკეთებს სხვებს. თვითონ ეგ უნდა მეთქვა ცოტაში არიან ცოტა ისტორია აწყობა და ის მშვენივრად გამოსვით რა. ეს არის ანუ ჩვეულებრივი Little Viking-ი, რომელსაც ანუ დამატებული აქვს ეს რა ჩამკეტი იყო გააქტიურებული. რაც არ შეიძლება. ანუ აი ამ ხელა დანა იხსნება აი ძალიან კარგად. და დამატებით აქვს ჩამკეტი და რაც ყველაზე მთავარია, კლიპსა ისეა გაკეთებული, რომ რეალურად შესაძლებელია ამ დანის ტარება. რასაც ვერ ვიტყვით ბევრ თქვათ იმაზე რა. ეს ანუ ცოტა ისეთი დიდი ჯიბე თუ გაქვს და აი უმაგრესი დანაა რა.
ძალიან. როგორ რაღაცა თუ ვიტყვით რა, ანუ ყველა დანაზე მიდგარზე მაგარი ემოცია მაქვს, მაგრამ ყველაზე მე ამას არ ვიძახი. ეს მიმაჩნია რომ არის ძალიან საკოლექციო დანა რა. აი ძალიან. რა გავაკეთო ამასაც ხო 1300 ლარი არის, აი როგორ გითხრათ რა. ხა 200-ია, 100-1000-ია ეს. კი ბატონო. რა გავაკეთო? გადადი საგონებელში ვარ. შენ იმაზე გადადი. მაგრამ არა, ეს რო დავიტოვო, მე გეუნები არა, ის ძალიან სწორია, რასაც იცი. მე ის ვიკინგის უნდა დაიტოვო, მე დიდ ვიკინგზე უნდა ვიჩალჯო, რომელიც აღარ იშოვება, აღარ გამოდის. ვინ იყიდა დიდი ვიკინგი? ხო გქონდა. კი, ორჯერ მოახერხა ჩამოტანა, სანამ ამოიწურებოდა, ორჯერ მქონდა, არ მახსოვს სამწუხაროდ. ფოტოს არ უყიდია, ხო დიდი ვიკინგი? არა. ოკეი. კაი. ამაზეც იგივე განცდა მაქვს. აი ეს რომ მახსენდება ეხლა წინები რომ მაგრები იყო დიდი ვალჰალა და მე ბეიბი ვალჰალა, ბეიბი ვალჰალა საერთოდ ჯიბით შეძგეზლო რო გეტარებინა, ისეთი ძალიან მაგარი გამართული დანა იყო და აღარ ველოდებოდი და მეგონა რომ თქვა აი მოვიშორეს განსაცდელი და გააკეთეს მინი ვალჰალა. მინი ვალჰალაც მეგობრებო ანალოგიურად სტანდარტული ვალჰალებისა იგივენაირი მექანიზმით საოცარი მექანიზმი. არ ვიცი, მაშინ უკვე სამი ცალი უნდა მქონოდა რა. მინი ვალჰალა, ბეიბი ვალჰალა, დიდი ვალჰალა. ან ეს უკვე არის როგორი ხსნება ესე, ხო? არა, ეს პირდაპირ ხსნება, უბრალოდ ცოტა პირ წინ მიდის. კი ბატონო. კი ბატონო. გახსენეთ თუ შეიძლება გიო. ანუ ეს არის ჩვეულებრივი უკვე აი თან რაკაი ერგონომიკის იდისიდან. აი ძალიან მაგარი ერგონომიკა აქვს. აი აქ რო ეს გაუკეთეს რა. ანუ აი ისე კარგად ჭდი, აი ვიჩხიკინებ და სიამოვნებ. იცი რა ვიფიქრე? ესეც ხო არ დავიტო, ოღონდ სხვა როგორც ინსტრუმენტის. ჩვენ კანონში წერია რომ ისე ფლობა რომ დაუყოვნებლივ შეგიძლია გამოყენება და დაუყოვნებლივ ვერ ხსნი დანას. ხო. ანუ ეს დანა გახსნა, სამა დაუყოვნებლივ ერთი. ვინმე. ხო. და რა ვიცი იქნება დააკმაყოფილოს ეგ პუნქტი. ძალიან საინტერესო რაღაცა გაგჩენია თავში აზრად ბატონო გიო. ძალიან. ხო რა, ეხლა ანუ ორი ხელით გახსნაზე არ არის საუბარი რა, ისეთ დანა არის რომ უჩქარა ვერ ხსნი. ვერ ხსნი უჩქარა რა, კი ბატონო. ანუ ბარდაჩოკებში რო ეჩერ, ჯობია ბარდაჩოკში გედოს. აი ეს როგორი დანაა, იცი კიდე მე ვთვლი რომ ხელში რო დაიჭერ, ესეც ანუ გადადიან ამ იმასე, ხედავ ბიჭო. მე მგონი, ხოლოდი. აქაც ვიგის. მე მგონი აწვევიან, რა ეხა ხო, ნუ რატომაც არა, მაგარია. მე ტესტები ვნახე რა, ანუ ტესტები რა, distraction, რა ქვია. მოკლედ, კაი რაცებს აკეთებდნენ რა. ვოლოდინი მაქვს რომ D2-ზე უარესი, D2-ვით იქნება რა, უარესი რა D2 მშვენიერი ფოლადი არის, მაგრამ უკეთესთვის დავა მაშინ მეტი რა. მაგდეს არ ეჩალიჩებდნენ რა D2. აბა რატომაც არა. ესეც 500 წელი ყოფილა გაკეთებული და 395 არის. მალე ამოიწურება ესეც მიხეილ და ნუ ყველაფერს თავი დამო საქართველოში ხომ მაინც რჩება ეს წანები და საქართველოში კი არა აგე პირდაპირ გეტყვი ხა კი ვიღაცები ბრაზდებიან ხოლმე მაგრამ უნდა ვახსენო ხა რა რუსეთის ნანო ვალჰალა ნანო ხო რუსეთშიც რა არის საოცრად გავრცელებული ხო დანეს კულტურა და ჩვენთან კაცი რომ მოვიდა ფოტოები გადაუღო და თავის ჯგუფში რომ დადო რომ აიო საქართველოში რეებიაო ამ ტიპები გაგიჟდნენ რომ ვარეები ანუ იმ ხალხისთვის ვისაც დან არ უკვირს ეს ვარ არისო რა ესე უყურებენ რა ეხა აი ხურდებით მიხეილ ხურდებით ჯერჯერობით კიდევ ბევრ მაგარდანებს შემოვიტან და გავხსნა ესა ეგ გახსენი მაგრამ გეუბნებით რა დამიჯერეთ რა ეს ჩემი ხათრით დამიჯერეთ სასაული საკოლექციონერია რა არა კაი გაკეთებული ავტომატია ძალიან კაი და აი მე მაგაზე მწყდება ეხა გული რა თქვა მე რომ ეხლა ვერ ვახერხებ რა მაგის შეძენას რა ეგ მოდელია ეს ნუ ეს არის რარიტეტი. ამაზე ვგიჟდები. გავხსნა? გახსენი მე თავიდან. შეძრო ცალ ხელით იხსნება ეს. ორი ხელი არ უნდა. აი, ეფექტურად. ო, შენი. არ ვიცოდი. ცალ ხელით არ ვიცოდი. აუ, საოცარი დანა არის. ამ ხელა დანა შეხედეთ, ხალხნო. ეს რა არის? და ძალიან ეგ თან ფუნქციური დანა მუშაობს ეგ და კი კაცო მუშაობს რომელი ქნა კიდე შურა უნდა შურა მიდი აი ცადე აი ეგ ის რა ნახდათ არავის არ გინახიათ თუ ვინმეს გინახიათ ნუ გავცი მაშინ მეც ვანახეთ ნუ ძალიან მაგრები არიან ესეც იტალიური ხაზია Fox Knives იტალი N690 ფოლადზე რავი ამაზე მაგარი საკოლექციო ბიშე რა უნდა იყოს არ ვიცი არ ვიცი. ანუ ეს უბრალოდ ესეთი უცნაური დანები რომ მოაგრო, კიდე ცალკე მიმართულება არის, ხო? ცალკე მიმართულება არის, რომელიც ბრუტალური და უცნაური რა. დღესდღეობით ნახდათ ვერ ვაძლევ ჩემ თავს უფლებას რა.
არ ვიცი. კაი რაღაც იარაღი გადაწენი. აჰა. და ეს არ არის ესეთი მძიმე ბიჭო. არა მძიმე რატო? ეს არ არის მძიმე, თო შეხედე, ანუ ესე იგი რაღაცები აქვს თვითონაც რო იციან რომ ის იმენა საკოლექციო და ამით რაღაცების კეთება შეიძლება თო. ანუ შეულებრივ გაბართული ფუნქციიდან არის. ვა, როგორი შარ მქონდა შტაბში, მეგონა რომ ესეც კილოიანი იყო. არა, სიტყვით ამეხსენე, რატო? ანუ ლაინერი მოუთავისუფლდა და ის უნდა ჩავიდე შიგნით, პირდაპირ კი არ იკეცება, ეს ჩააწექი შიგნით. რას? ანუ, მანახე? აჰა, და всё, გავიქე. და ახლა უკვე გადმოტრიალდება. ნუ მე ხალხო, სხვადასხვაის ნუ გაგიკვირდებათ, ამ თითის კინაღა მოჭრეს მე ცოტა მოტორიკა ის მაქვს, არ მეტყობა შიში მაქვს რა დარჩენილი და დროებით გიორგი მაკეთოს ეგეთი რაღაცები, ცოტა ხანში დაუბრუნდები მეც. ურა მაგარი რამეა ბიჭო, აუ ეგ ძალიან მაგარია. დამაცაგზაგა. კაი, მეტი ისეთი განსაკუთრებული მოდელები ხელ მიდგაცის არა იყოს მოდი მაშინ ამითი დავამთავროთ მე და შენ დღევანდელი ყველა განსაკუთრებულია, ანუ უბრალოდ გასაუბრები ეს ახლებია რა. ეს ახლები არის და ანუ მართლა პირდაპირ მინიშნებაა რა, ანუ რატო არის ხო რომ რაღაცა უამრავი დანაა, მაგრამ არ ვსაუბრობთ ამ ყველა დანაზე. მიდგარცი არის ის ბრენდი, რომელიც შეგიძლია მოხვიდე თითი დაადო ნებისმიერს წაიღო და აი ყველასთან ვაუ ეფექტს ახსენს და თან მართლა საკოლექციოა რა. ძალიან. კეთილი, გავიდეთ ფინიშისკენ. გავიდეთ ფინიშისკენ. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ ჩვენო ძვირფასო გამომწერებო. კომენტარებში ერთი ესეთი კითხვა მექნება მე ჩვენ გამომწერებთან, რა ბრენდის დამატებას ისურვებდით რომ ჩვენ მაღაზიაში იყოს? ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. ოღონდ ჯერ სანამ მაგას იტყვით, ნახეთ, იქნება გვაქვს. ანუ აი რო არ გვაქვს, ისეთ რა ბრენდს ისურვებდით. ხო, ჩვენც გვაქვს ჩვენი აზრები მაგაზე. ანუ ლესექშიც ნახეთ და მედანეშიც. ჩვენც გვაქვს ჩვენი აზრები მაგაზე, მაგრამ ჯერ თქვენ თქვით. კი, მართლა ძალიან მაინტერესებს. მეგიო გულწრფელად რა. აბა დროებით. მადლობა ყურადღებისთვის. მაიცა. მიშა. აი, გასო. მადლობა ყურადღებისთვის. მორჩა, კარგად. ანუ აგარი რაღაცა.